აი ესეთი აღელვებული, ესეთი პოზიტიური შთაბეჭდილებებით ახსავსე არ ვიცი ბოლოს როდის ვიყავი, როდესაც ხედავდი ერთად აი ამ აქტიური ცხოვრების სტიქიით გაერთიანებულ შემოპირებს ჩვენ ვეტერანებს. საოცრება იყო მართლა იმის ხილვა, როგორი სპორტული ენთუზიაზმი ჰქონდათ მათ, როგორი სიხარულით ხვდებოდნენ ერთმანეთის წარმატებას, როგორ განიცდიდნენ ერთმანეთის წარუმატებლობას და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, რა თქმა უნდა, ყველას, ვინც ჩართული იყო ამის ორგანიზებაში, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტს და იმედი მაქვს, რომ ასეთი ღონისძიებები შემდგომში გაგრძელდება და უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მის ორგანიზების კუთხით მონაწილეობასაც და სხვა ენთუზიასტებიც გამოჩნდებიან და იქნება აი ესეთი ძლიერი სპორტული ჟინით ახსავსე შეჯიბრებები. აქ არიან სხვადასხვა რეგიონებიდან წარმომადგენლები, რაც ვარ მარნეულის რაიონიდან. მივიღე ეტლით თხილამურებში ბრძოლა, იყო დაძაბული ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგარი ბრძოლა იყო, გავიმარჯვე და ავიღე პირველი ადგილი. აქ ყველა მეგობრობთ, ყველა ერთმანეთის მეგობარი ვართ და აქ მე ესე ვფიქრობ, რომ გამარჯვებულები ვართ ყველა რა. აქ დამარცხებული არავინ არ არის და მადლობა ყველას მონაწილეობისთვის. პირველად მივიღე წელს მონაწილეობა ეტლით თხილამურის ჩემპიონატში, ფაკორიანში და ძალიან ბედნიერი ვარ, ავიღე პირველი ადგილი. მადლობა ყველა მონაწილეებს, ძალიან ბედნიერი ვარ და ასევე მადლობა ყველა სპონსორებს ამ პროექტის, მადლობა ხატიას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში კიდევ, რომ მოგვანიჭა ესეთი ბედნიერი დღე და ვარ ეხლა აქ და მოხდა ესეთი სასწაული ამბავი. ძალიან დიდი მადლობა ყველას მონაწილეებს, პროექტის ყველა მხარდამჭერებს. ერთი წლით მიმაქვს 100 ჩემთან. ანუ შემდეგში აქ ისევ დაბრუნება გარანტირებული მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. და უნდა ახსოვოთ, შემდეგში თავს მეწავიღე.